საღამოშვიდობისა ეთერშია გადაცემა სუბიექტური აზრი ნათია მიქიაშვილთან და შალვა რამიშვილთან ერთად და ვიდრე ჩვენი დღევანდელი სტუმრის კახა კუკავა სუბიექტური აზრის მოსმენაზე გადავალთ. მანამდე მე და შალვა ერთად განვიხილავთ დღის განმავლობაში მომხდარ ახალ. რაღაც ბოლომდე გახურებული არ არის სეზონი, იმიტომ რომ მწვავე ახალი ამბები არ მოდის. Ну რაც არის იმით დაგვაყოფილდეთ. კი, და მაყურებელს აქვე შევახსენებ, მაყურებელსაც და მსმენელსაც, რომ მათ ვისაც არ აქვს ახლა საშუალება მოусმინოს და უყუროს ჩვენს გადაცემას, მათ შეუძლია მოусმინონ ამ გადაცემას რადიო მაესტროს ეთერში. და დავიწყოთ დღევანდელი ახალი ამბებით, უკვე ცნობილი გახდა და დაადასტურა ბარტონმა რობერტ სტურუამ, რომ ის მოსკოვის თეატრ იცეტერაში გააგრძელებს მუშაობას. მოსკოვის ძალიან ცნობილი თეატრია. და 2 ოქტომბრისთვის უკვე გაიგრძელა. მიეცათ სალაპარაკო იმ არაკეთილ მუსურნეებს რობერტ სტურუასი, რომლებიც მის ასე ვთქვათ რუსეთუმეობაზე ამახვილებდნენ. ამ ასპექტში კი მასხარაშვილის წავიკითხე რაღაც ინტერვიუ ქონდა. მან თქვა რომ აი რობერტ სტურუას წინაპრები იყვნენ ოკუპანტების სამსახურში და აი მათი გენი ხო, მაგრამ უბრალოდ მინდა მაყურებელსაც კიდევ ერთხელ შევახსენოთ და იმ ადამიანებსაც, ვინც მსგავს არგუმენტებს მოიყვანს, რომ ლონდონის და დიდი ბრიტანეთის თეატრთან ერთად მოსკოვის თეატრი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თეატრად მსოფლიოში. გარდა ამისა, საქართველოს პროფკავშირები მეტალურგების საქმესთან დაკავშირებით დღეიდან უკვე პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ. მჯერავს ამ პროფკავშირების? არა, მე არ მჯერავს, გეტყვი რატო. ერთ-ერთ ჩემს მიერ მომზადებულ გადაცემაში, რომელიც ხოთაშორის მოგვიანების სტრასბურგის სასამართლოს მიერ მტკიცებულების სახით იქნება მიღებული გირგულიანთან დაკავშირებით, იქ იყო საუბარი ირაკლი პეტრიაშვილზე, ვინც არის პროფკავშირების ხელმძღვანელი, კი და მის ნათესაურ კავშირზე ახალაიებთან. აქვს ნათესაური კავშირი. თავად ამ ყველაფერს, როგორ გითხრა ხა, ინტერვიუ არ მომცა ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ მე ვერ მივხვდი. როგორი ნათესაური იყო? ნუ დაახლოებით სიძია თუ რაღაც ამგვარი ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვი. გარდა ამისა, ისეთ სოციალ-დარვინიზმის ქვეყანაში, ანუ ისეთი მგლური კაპიტალიზმის ქვეყანაში დაუნთავრებ. გლური კაპიტალიზმის ქვეყანაში, როგორც არის საქართველოს, პროფკავშირების როლი რამდენად მნიშვნელოვანია არ ვიცი, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ხშირ შემთხვევაში პროფკავშირების აქტიობას ხელისუფლება რაღაც საფარველად იყენებს ხოლმე. კი, აი ზუსტად ეგ მინდოდა შალვა მეთქვა და კიდევ ერთ დავამატებ, რომ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, ისე როგორც თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პროფკავშირები ითვლება ზოგადად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ორგანოდ, რომელიც იცავს საზოგადოების ინტერესებს და ადამიანის შრომელთა ინტერესებს. კი, და მე უფრო მგონია, რომ დასავლეთის და იგივე ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად შეიძლება მივაწოდოთ გააქტიურება. კი, არსებობს ესეთი ორგანიზაციები. გარდა ამისა, ტელეკომპანია კავკასიის საბანკო ანგარიში დაადეს ინკასო დღეს, რომელიც დღის მეორე ნახევარში მოხსნილი იქნა, მაგრამ როგორც კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ DGG-ს დეკლარაციები 15 სექტემბერს ჩააბარა და გადახდომდე 5 დღე იყო დარჩენილი, თუმცა ანგარიშის ინკასო დაადეს. ლაპარაკია 2,000 ლარზე დარიცხვიდან გადახდომდე ვერ მოიცადეს და თვითონ წაიღეს ანგარიშიდან თანხა ყოველგვარი შეტყობინების გარეშე ჩვენს ანგარიშს დაადეს. ინკასო წესით შეტყობინება უნდა მიგვიღო, ამბობს ჯანგირაშვილი, თუმცა დღის მეორე ნახევარში ეს ინკასო მოიხსნა, მაგრამ აქ ჩემთვის გაცილებით საინტერესოა, თქვა იგივე რუსთავი 2-ის და ტელეკომპანია იმედის მიერ დაგროვებული ეს ვალები, რომლის გამოც თქვა ინკასო არ ედება მან თაგარიშე. მე შეგახსენებ, რომ ხელისუფლებამ ერთი წლის თუ წელიწად ნახევრის წინ აპატია უზარმაზარი დავალიანება, როგორც DGG-ს, ისე სოციალური გადასახადების, საშემოსავლო გადასახადების ამ ტელეკომპანიებს ძალიან დიდი ფული აპატია. ჯერ იყო ლაპარაკი, რომ მხოლოდ რეგიონულ ტელევიზიებს აპატიებდა. ხო. ამ გადასახადებს. შემდეგ უკვე კი, ნუ საბოლოო ჯამში საზოგადოებასა მედის წარმომადგენლებიც ამბობდნენ იმისთვის, რომ ეს კანონი თქვა მიიღეს იმიტომ სწორედ რომ რუსთავი 2 და იმედი გაეთავისუფლება. მე ამ ინციდენტს დაუკავშირებდი, ჩვენ საუბრობთ ამაზე პალიტრაში, მთლიანად მედიას აქვს პალიტრაში არსებულ მდგომარეობას, ის რომ გაურკვეველი ვადით გაყინეს შემოწმება და თვითონ საგასახადო საშემოსავლო სამსახურის პრეს-ცენტრის თანამშრომლებმაც არიციან თუ რითი არის ეს გამტვრებული. ალასანიას გუნდი აგრძელებს დედაქალაქში გაზრდილი გადასახადების გაპროტესტებას. ზურა აბაშიძე, თბილისელები არ არიან მეწველი ძროხები და ეს კარგად უნდა ესმოდეს უგულოვას. რა მიგვირს ეცინათია? რატო არ გამოდის? რატომ არ გამოდის ეს ხალხი ასეთ აქციებს? აი რატომ? არ გამოვა, იცი რატომ? გეტყვი რატომ? მე ამ დროს ვიყავი რადიოს ეთერში. ხელისუფლებამ აბსოლუტურად სწორად და მიზან მიმართულად მთელი ამდენი წლის განმავლობაში გაატარა ის აგიტაცია, რომელიც მოსახლეობაზე მოქმედებს, ანუ რა 2007 წლის მერე შე რამდენი აქცია გახსოვს, მრავალ ათასიანი მე არ გეუბნები, თქვა 500 და 1000 კაციან აქციებს. ხო, ძალიან ბევრი აქცია იყო. არც ერთ აქციას საბოლოო ჯამში რაღაცა კონკრეტული შედეგი არ მოყოლია. შესაბამისად, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი სვამს
აბსოლუტურად ობიექტურ შეკითხვას. კაი, გამოვედი ქუჩაში, ნუ ვიდექი ორი საათი რა ხა. დენზე მიმულ ნაგვის გადასახადს მომიხსნიან თუ თქვა იმას რა ქვია, წყლის გადასახადში ამბობენ. მაგრამ მეორე მხრივ ისიც ხომ ცხადია, რომ თუ ხალხი ქუჩაში არ გამოვა, თუ მერია, სააკაშვილი არ დაინახავს, რომ რამოდენიმე 1000 ადამიანი, რამოდენიმე 1000 თბილისელი სრულიად სამართლიანად მე ვიტყოდი. აი ყველა გადმოსახედიდან სამართლიანად. აპროტესტებს აი ამ დრაკონულ კანონს, მაგრამ არ მოიხსნება ეს გადასახადი. არ მოიხსნება ეს გადასახადი, მე მინდა გითხრა, რომ არჩევნებამდე რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ არა, მე მგონია, რომ არჩევნებამდე რომ გამოვიდეს 10000 თბილისელი ამ გადასახადის გაუქმების მოთხოვნით მაგაზრისგან, ძალიან შორსულ მაგაზრისგან, არა, ძალიან შორსულ მაგაზრისგან და ასევე იმ აზრისგანაც, რომ საზოგადოების რაღაცა ესეთი ნაწილი, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას ჩვენი მაყურებლების უმრავლესობა ხო წუხს ამ თემაზე. ძვირფასო ტელემაყურებლები ხო წუხთ, რომ სრულიად უაზრო დრაკონულ გადასახადს იხდით დენზე გაქვთ მიმული დენის ნაგვის დასუფთავების გადასახადი. ეს ხო არის უაზრობა. მოდით რაღაცა ვქნათ, ახლა გასაგები შეიძლება ალასანი არ მოსწოთ, იცი? შეიძლება არ ჯერავთ ალასანი. რა შოშია ალასანი? ჩვენ საზოგადოებას მე მგონია ისევე როგორც ალბათ მე და შენ და მთლიანად რაღაცა პრობლემები გაგვიჩნდა მენტალური, იმიტომ რომ რაშუაში ალასანია მოგწონს არ მოგწონს ან აბაშიძე ან თინა ხიდაშელი ან კიდევ ვინმე სხვა ვინც სხვა საკრებულოში ან იგივე ნაციონალური მოძრაობის წევრები, ხო? ანუ საუბარია ელემენტარულად ადამიანების კეთილდღეობაზე, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე, რომელსაც არ ვიცი, ვერ ხვდებიან თუ იქნება არ არიან ისე ცუდად, როგორც ოპოზიცია ამბობს. იქნება არ არიან ისე ცუდად. თუმცა კიდე კაი ამბავი მაქვს შენთვის. ბოლაკოს პრინცი ალბერი მეორე დღეს ვლადიმერ პუტინს შეხება. ეს ფოტოშორის წესადა აქვს, რომ ან პუტინიდან ჩამოდიან ჩვენთან, ან ჩვენს მერე მიდიან პუტინთან. ძალიან ბევრი სტუმარი მოიქცა. შენოს თორიც გამახსენდება. შენოს თორიც კი ბატონო. ისიც ენდი გარსიაც. ენდი გარსია თითქმის ყველა ცნობილი სტუმარი და მონაკოს პრინცი ალბათ უფრო შოუ ბიზნესს უნდა მივაკუთვნოთ ვიდრე პოლიტიკას, ხო? რეალურად. დღეს თავი შეგვახსენა რონი ფუქსის და ზეო ფრენგელის თემა. გახსოვთ ალბათ ეს ადამიანები, ორი ებრაელი ბიზნესმენი, რომელიც დააკავეს საქართველოში და ისრაელის საელჩი რონი ფუქსის და ზეო ფრენგელის მიმართ უხეშ და არასათანადო მოპყრობას აპროტესტებს. აღშფოთებას გამოთქვამენ ციხეში მყოფი ისრაელის მოქალაქეების მიმართ უხეშ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით საელჩოდან აცნობს ინტერპრეს ნიუს, რომ დიპლომატიურ უწყებამ საპროტესტო წერილები გაუგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახალხო დამცველს. რონი ფუქსმა საკუთარი ადვოკატ არჩილ კბილაშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, როგორც კბილაშვილი ჟურნალისტებს განუცხადა. ფუქსი წერს, რომ 17 სექტემბერს ღამის 2 საათზე მის საგანში შავებში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანები შევიდნენ, სახით კედელთან დააყენეს და ხელები მაღლა აწევინეს. კბილაშვილის თქმით, ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩის აცნობა, რის შემდეგაც ელჩის საპატიმროში ფუქსისა და ფრენგელის მოსანახულებლად მივიდა. ნათია, რამდენიც მე ვიცი, რამდენიც მე გამიგია და კომპეტენტური ხალხისგან შევიტყე, ეს ხალხი მართლაც დამნაშავეა. ანუ უпростоრად მათ კონკრეტულად მოდი ჩვენ ნუ გადაწყოთ ეს ხალხი დამნაშავეა თუ არა. უпростоრად მე მინდა ვთქვა, რომ ამ ხალხს მართლაც წლების განმავლობაში კი მუქთად რაღაცა მახინაციების წყალობით შეიძლება აქვთ 90-იანი წლებიდან დაწყებული შეიძლება აქვთ ამ 100 მილიონი ვალის გადახდის მოთხოვნის უფლება განსაკუთრებული, მაგრამ დღეს უკვე სხვა ვითარება ეს უკვე მართლაც რაღაც უკვე ზღვართ გადადის. არ იხდიან ის ადამიანები, ჩვენი ბიზნესმენებიდან განსხვავებით არ აწერენ საპროცესო შეთანხმებას ხელს. მზად არიან იჯდნენ, ოღონდ ეს ფული მიიღონ და მიიღებენ ამ ფულს. ჩვენი ხელისუფლება კი რაღაც აი ჯინიანობით გამოირჩევა და რაღაც უარეს და უარეს დღეში აგდებს ქვეყანას. 100 მილიონის გადახდაც მოუწევთ, ჩემი აზრით. სტრასბურგშიც გასაჭირდება ეს საქმე. სტრასბურგსაც წააგებენ და პრობლემები ისევ მომავალ ხელისუფლებას. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება როგორც წესი ეს გრძელვადიან პრობლემებზე არ ფიქრობს ხოლმე, ხო? ანუ მათთვის სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მთავარია ლოკალურად, ანუ პრობლემის მოგვარება და ამით ამთავრდება. ნუ მათ რო კითხო მოგვარება არ გვარდება მათთვის პრობლემის მოგვარება იქნებოდა თუ ისინი აი ბიზნესმენები მოაწერდნენ საპროცესო გარიგებას ხელს და უარს იტყოდნენ ამ ფულზე. თავისუფლების თანახმად. მე ზუსტად ის გითხარი და კიდევ განმეორდება, ანუ ეს ადამიანები ხელისუფლების ძირითადი ნაწილი არ ფიქრობს გრძელვადიანად თქვა რაღაცა, რომ ფიქრობს, რომ აი 8 წლის მერე რა იქნება, ან სტრასბურგში რო წავალ საწელიწადში არც ლოკალურად მოაგვარეს და ძალიან გააუარეს ეს მდგომარეობა სამომავლოდ. იმ წუთას ისინი ასე ფიქრობენ, რომ მოაგვარეს. და კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამების ვადები იზრდება. მოქმედი რედაქციით, ანუ საარჩევნო კოდექსის ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არაუგვიანეს მერვე დღისა თავის სხდომაზე აჯამებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, ხოლო ახალი პროექტით 8 დღიანი ვადა 20 დღემდე გაიზრდება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 20 დღის თავზე გამოაცხადებს კომისია
ვერდიქტს თავის ვერდიქტს უწევთ პლებისციტს მოვისმენთ ნაციონალური არხების პროპაგანდას აგიტაციას და ამის შემდეგ ისინი გამოაცხადებენ და ასევე ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის მიზეზები ზუსტდება. ადრე იყო ასე რომ საპრეზიდენტო არჩევნებს არა ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ანუ როდესაც სტარტდება საპრეზიდენტო არჩევნები თქვა და ან პირველ მეორე ტურში ძველი რედაქციით მე როგორც მახსოვს და მე მგონი არ ვწდები თუ არ გამოვლინდა გამარჯვებული ამის შემდეგ კიდევ პირველ და მეორე ტურშიც როგორ არის გამოვლინდა საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება მაშინ თუ არჩევნების პირველი და მეორე ტურების შედეგად არ აირჩა პრეზიდენტი. მიხვდი? ანუ ხო, სწორად მახსოვდა ესე იგი ძველი რედაქციით ასე, ხოლო ახალი რედაქციით საპრეზიდენტო არჩევნები იმართება მაშინ თუ არჩევნების პირველ ან მეორე ტურში მონაწილე ყველა კანდიდატმა მოხსნა თავის კანდიდატურა. ну დანარჩენი პრინციპში ყველაფერი უცვლელი. ასევე საარჩევნო სიის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი იზრდება. მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით საპარლამენტო არჩევნებისას პარტიის მიერ წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. ხოლო ახალი პროექტით უკვე 150-დან 190 იზრდება, კი? და უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა პროექტი ვენეციის კომისიის მიერ დასწრების შემდეგ მოხდება. ასევე საარჩევნო სიაში კონკურენტი პარტიის წევრის შეყვანა შესაძლოა დასაშვები გახდეს. როგორ? ანუ შენ ადგენს პარტიულ სიას და ამ სიაში შეიძლება შეიყვანოს სხვა პარტიის. კი, კონკურენტი. ანუ არათუ სხვა პარტიის, არამედ აი ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია შეიყვანოს თქვა პირობითად ახალი მემარჯვენეების ან თავისუფალი დემოკრატია. და ის კაცი შეიძლება ახალი მემარჯვენეების სიაშიც იყოს ამავდროულად? უყურე როგორ არის ესე იგი მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირთა შეყვანა, რომლებიც იმავდროულად არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები არიან. გარდა ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიებისა. პარლამენტში ინიცირებულ კანონ პროექტში კი ეს დათქმა ამოღებულია და საარჩევნო კოდექსის ახალი პროექტის მიხედვით მხოლოდ ის მოთხოვნა გამოტანილი, რომ დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. ანუ ის სხვა პარტიით ვერ იღრის კენჭს, მაგრამ მენათია მიქიაშვილი თავისუფლად შეიძლება ვიყო ახალი მემარჯვენეების თავისუფალი დემოკრატების არ ვიცი რომელიმე სხვა პარტიის წევრი, მაგრამ ვიყარო კენჭი ნაციონალური მოძრაობის სიით. ეს სპეციალისტებს უნდა ვკითხოთ, რატომ გაკეთდა ეს? ეს რატომ გაკეთდა? იმიტომ რომ პარტიებიდან დაიწყება ხალხის გადმობირება შალბორა. ანუ შენ პარტიას არ მიატოვებ, მაგრამ კი, მაგრამ ნუ პარტიასთან არგუმენტაცია საზოგადოებასთან, მედიასთან თქვა პარტიის წევრებთან ეკნება. თქვენ რომ ჩემს იდეებს არ ვღალატობ? ჩემს იდეებს არ ვღალატობ, უბრალოდ პარლამენტში უნდა შევიდე. პარლამენტში უნდა შევიდე, თორემ შეიძლება პარლამენტში განსაკუთრებით ეს თემა ოპონირებას გაუწიო იმ განსაკუთრებით გავდივარ. აი ზუსტად ეგ თემა, იმიტომ რომ განსაკუთრებით ეს თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თქვა ყველა ადამიანმა, რომელმაც თუ გახსოვს შენ მანდატი დაჭრა 2000 რომელი წელი იყო? 8 წელი. 2008 წელს პარლამენტის შენობის წინ აღიარა რომ ეს იყო შეცდომა. ამის შემდეგ ანუ ხვდები საზოგადოებას გავშლა ის რომ ხომ არ ჯობდა შესულიყო პარლამენტში და мотиваციაც ხელისუფლება ამ პატარა პარტიების მასთან შედარებით პატარა ზოგადად არც თუ ისე მაღალ რეიტინგიანი პარტიების კონკრეტულ წევრებს შეიყვანს თავის სიაში და უკმაყოფილებას ჩაახშობს, ხო, ამით? და კიდევ ძალიან საინტერესო ცვლილება, რამდენიმე საჯარო მოხელეს დეპუტატობის სურვილისას თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოუწევს, ანუ მაყურებლისთვის რომ უფრო გასაგები იყოს განმარტავ, კი, რომ ანუ კამპანიისას უნდა გადამდგარიყვნენ და ზოგადად ახლა დეპუტატის საქმიანობასთან გარდა შემოქმედებითი და სხვა საქმიანობა რა თქმა უნდა დაუშვებელია და ამ შემთხვევაში მე აღარ ჩამოვთვლი მოსამართლეები, პროკურორები და სხვა პირები არიან შეყვანილები, ვინც უნდა გადამდგარიყო დეპუტატობასთან ერთად თანამდებობიდან და აღარ მოუწევთ გადადგომა. ესე იგი აუდიტორული საქმიანობის საბჭოს წევრებს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრებს. კი, შეიძლება იყოს, ანუ მარეგულირებელი კომისიის წევრი პირობითად გეუბნები, იგივე გიორგი თარგამაძის თანაგუნდელი ირაკლი მოსაშვილი შეიძლება იყოს მარეგულირებელი კომისიის წევრი და ასევე გახდეს დეპუტატი შემდეგ საარჩევნო. დღეს ჩვენ ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, რომელიც არც ერთი მარეგულირებელი კომისიის წევრი არ არის, მაგრამ იტვირთა დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის მოგვარების კახა კუკავა, საქართველოს ისევ რუსეთში შედა. საქართველოს ხსნელი კახა კუკავა, რომელიც ამჯერად ცოტა ხმამაღალინად გქონდა. ხო და ირონიულად მოგო. მოგვევლინა არა თეთრ რაშზე ამხედრებული, არამედ მოგვევლინა ონიშენკოსთან შეხვედრის შემდეგ ონიშენკოს მიერ გაცემული ნებართვებით, თუ როგორ აპირებს კახა კუკავა საქართველოს სოფლის მეურნეობის გადარჩენას და მთლიან ჩვენი ქვეყნის ივერიის გაბრწყინებას, ამას თავად კახასგან შევიტყობთ სულ ცოტა ხანში. არ გადართოთ დაგველოდეთ სულ რამდენიმე წუთში კახა კუკავას სუბიექტური აზრი.
და კახა კუკავა გახლავთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი საღამოშიდობის ბატონ კახა და პირველ რიგში არ შემიძლია არაფრით რო არ დავიწყო ამით საუბარი, ანუ ხშირ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის წევრები და თქვენი ოპონენტები საუბრობენ ამ ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნას, რომ ეს უფრო იგავარაკს წააგავს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება საქართველოს ხელისუფლების ნება და საინტერესო ასე ერთმნიშვნელოვანად ცალსახად კახა კუკავას ცალკე აღებული როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას. საღამოშვიდობის, ეს ხელისუფლების მხრიდან მე არ მომისმენია თუ არის ასეთი განცხადება, ეს პრინციპში აღიარება არის, რომ ისინი აპირებენ დაბლოკონ. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს უკვე ქართულ პროდუქციაზე, ქართული პროდუქციის ექსპორტზე ემბარგოს ახორციელებს არა რუსეთის, არამედ საქართველოს ხელისუფლება. მე არ ვიცი ხა თუ მათ მართლა გააკეთეს ეს განცხადება, რისი ციტირება ჩვენ ახლა გააკეთე, ეს არის თვით აღიარება, რომ ისინი აპირებენ დაბლოკონ ქართული პროდუქციის ექსპორტი. შენ მე შევხვდი ბატონ კახას ჩვენი ქვეყნის მხსნელს ბოდიში ზედმეტი ირონიისთვის, მაგრამ შეიძლება თუ ეს მართლაც გახსოვდეს ნამდვილად საზოგადოებრივ ყველაზე დიდი გარღვევა ბოლო წლებისა, რაც მე საერთოდ მინახავს. და ვესაუბრე ამ პრობლემაზე, რადიოში მქონდა ინტერვიუ და მეტნაკლებად ინფორმირებული ვარ. რამდენიც მე ვიცი, რუსეთის პოლიტიკა შეიცვალა, რუსეთის გარკვეული მმართველი წრეების პოლიტიკა შეიცვალა, კაცრი ბლოკადა холод სააკაშვილს რომ აწყობდა ეს რაღაცნაირად გაიგეს. ამაში შენი წვლილიც არის ალბათ და შენი მეგობრების მცირედი. ნებისმიერ შემთხვევაში მათ გადაწყვიტეს, რომ ონიშენკო პოლიტიკური გაწყვეტილების გარეშე შენ არ შეხვდებოდა, რომ შენ დაგეპიარებინა ეს თემა, რომ შენ ყოფილიყავ ის კაცი, რომელიც ონიშენკოს ნებართვას ჩამოუტანდი ქართულ ბიზნესმენებს და შენთან არის დაკავშირებული ამ მომავალი გარღვევის საკითხები. ხელისუფლების პოზიცია ასეთია. კი ბატონო, შეიძლება რუსეთის ბაზრები გაიხსნესო, მაგრამ ამბობენ ასეთ რაღაცას. რუსეთი არის ძალიან ნაკლებად მომთხოვნი ბაზარი ხარისხისთვის, ხარისხის კუთხით და ქართველი ბიზნესმენები, ღვინის თუ სხვა პროდუქციის წარმოებლები გაზარმაცდებიან, მიეჩვევიან მუქთაზე ფულის შოვნას და ამიტომ დაკარგავენ ბიზნესმენის იმ უნარ-თვისებებს, რომლებიც რის ვაი ვაგლახით ევროპის ბაზრებზე გასვლის შედეგად შევიძინებენ. აი ესეთი არგუმენტი მე მოვისმინე. საერთოდ ხა ლანძღვანამდე ოპონენტის არ შეიძლება, მაგრამ შეუძლებელი არის ამ არგუმენტს სულელურის გარდა რაიმე უწოდოთ ორი მიზეზის გამო. ჯერ ფორმალურ მიზეზს გეტყვი, იმიტომ რომ ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც გადის ექსპორტზე, სერტიფიცირებას გადის აქაც. ნებისმიერი ღვინო, იმისთვის რომ მოხდეს რუსეთში თუ ჩინეთში თუ ვენესუელაში, ჯერ აქ უნდა მიიღოს სამტრეტის სერტიფიკატი, ამიტომ თუ საქართველოს ხელისუფლება თვითონ არ გადაწყვეტს, რომ ფალსიფიცირებული პროდუქციის ექსპორტი მოხდეს, სხვანაირად ეს ვერ მოხდება. ეს ფორმალური მიზეზი. ეხლა რეალურად, საერთოდ ნონსენსი არის და რაღაც წარმოუდგენელი სისულელი არის ამაზე ლაპარაკი. ესე იგი, ჩვენი მთავრობა ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენმა ბიზნესმენებმა მუქთა ფული არ შეუონ რუსეთში, რომელსაც ამბობენ და ასეც არის, რომ არის ქვეყანა, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, ესე იგი ზრუნავენ რუსეთის მომხმარებლებს და ჩვენი მომხმარებლების უფლებები ხო დაცული აქვთ, რომ მათ არ გადაიხადონ ფული უარგის ქართულ პროდუქციაში. ეს თუ ეხლა რა ის გავიდა ქართული ღვინო უკვე. ჯერ არ გასულა, ჯერ ქართული ღვინო არ გასულა, ბორჯომმა დაიწყო სერტიფიცირების პროცედურები. ეს არის დაახლოებით რუსეთში რა თქმა უნდა, ეს არის დაახლოებით ორთვიანი პროცედურა. ანუ უნდა მოხდეს ძირითადად ნიმუშების შესწავლა არის და მე კიდე ქაღალდების ხაზარაძის პოზიცია აქ საინტერესოა. ხაზარაძე აღარ არის მაჟორიტარი აქციონერი ამ კომპანიაში, თქვენ იცით რომ ბორჯომის კომპანია აკეთებდა საკმაოდ გაურკვეველ განცხადებებს რამდენიმე კვირის მანძილზე, გასაგებია რატომაც აი ასეთი ტიპის განცხადებების გამო არ უნდა შეწაიღება არანაირად. არც ხელისუფლებას გადაუხადონ ალბათ მადლობა. არა, გადაუხადონ მადლობა. ნათი ეხა ეს მე ძალიან კარგად მესმის, რომ ყველაზე იდეალურ შემთხვევაშიც კი სულ რომ მილიონები იშოვონ და ათეულობით მილიონები მიშოვონ ამ კომპანიებმა, ხო ოპოზიციურ პარტიას მადლობას ვერ გადაუხდიან. ეს ძალიან კარგად გვესმის. თავარი ჩვენი პრიორიტეტი რაც არის, რომ წლის ბოლომდე რეალური საექსპორტო ოპერაციები ჩატარდეს. არა აქვს მნიშვნელობა ეს რა მასშტაბის იქნება. ჩემთვის კიდევ რა არის მნიშვნელოვანი? რუსებმა შენ პოლიტიკოსი, რუსებმა შენ პოლიტიკოს კახა კუკავას მოგცეს კარდლანში. მოგცეს ჯოკერი, იმიტომ რომ ვინ ახარ? რამდენი წელი რუსეთში დადიხარ, რომ ეს კარდლანში მოგეპოვებინა? შენ ვინ ახარ? არავინ არ ახარ, ხო? პირდაპირ გეტყვი. ანუ შენ არ ახარ პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაშია, არ აყავს ძალიან მძლავრი მრავალრიცხოვანი პარტია და ამ დროს რუსეთის ხელისუფლება ონიშენკო როგორც ხელისუფლების ნაწილი პოლიტიკური განსაკუთრების შემდეგ ჯდება შენთან ერთად და შენ მასთან ერთად ორივენი ერთად აკეთებთ ამ ძალიან სენსაციურ განცხადებას. ეს არის რუსეთის საჩუქარი და რუსები ისე არაფერს არ ჩუქნიან. ესე იგი რაღაცა გარკვეული ვიდი ნაწილია რუსები რო იტყვიან, მათ აქვთ. ხო ასეა, გულახდილად რა თქმა უნდა ასე არის და
ორი აზრი არ არის ამაზე რუსეთის აგენტი ესე იგი. არა. მე დავამატებ პასუხს გაცემ დავამატებ იმას რომ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან განსხვავებით კახა კუკავა არ ერიდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმ კლიშეს რუსეთის აგენტობის რომელსაც ხელისუფლება ხშირად უწევდა. ანუ შენ მეთანხმები ხო ჩემ ლოგიკა არის. რა თქმა უნდა ლოგიკა ამაში არის ეს არის არა მარტო ეკონომიკური პროექტი არამედ პოლიტიკური. აი ვამბობ მესამეჯერ მისვამ შეკითხვას და გავცემ პასუხს. ბოლო წლების მანძილზე და საერთოდ ბოლო 20 წლის მანძილზე რუსეთს ჰქონდა თავისი ჩამოყალიბებული პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ჩვენ ამაზე რადიო ეთერშიც ვისაუბრეთ. ძირითადად ეს იყო კვეთრად გამოხატული პრორუსული დაჯგუფებების დათური პოლიტიკა პირდაპირ გიწევდა. ხო, დათური პოლიტიკა, პრორუსული დაჯგუფებები პირდაპირ შეიქმნებოდა, ნუ ახლა არ მინდა მარგინალი ადამიანები რა დავარქვათ, მაგრამ რომლებიც პირდაპირ ესე იგი წერდნენ ასეთ პროექტებს, რომ ეხლა ჩვენ რაღაცა მოგვეცით ფული, მოგვეცით კიდე რაღაცა რესურსები და არ ვიცი ერთ წელიწადში ზოგი უფრო მოკლევადიან გეგმებსაც წერდა და ავამხობთ და გადავატრიალებთ და ასე დამთავრდება. მე ვფიქრობ, რომ დაიწყო გადაფასება და ეს არ არის ბოლო თლად ბოლო პერიოდის ამბავი, არამედ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მიმდინარეობს ერთის მხრივ ამ პოლიტიკის გადაფასება და ჩვენი მესიჯი საერთოდ ეს არის და მე ამას არა მარტო ამ მედიაში, იქაურ მედიაშიც ძალიან ხშირად და ღიად ვიმეორებ ხოლმე, რომ მედია ხშირად გეკითხება. ხშირად მეკითხება ძალიან, რომ თქვენ გჭირდებათ არა აგენტები საქართველოში, იმიტომ რომ ეს უპერსპექტივო არის. რუსეთის აგენტი საქართველოში ხა აგენტის საბუთი ედება თუ არა ჯიბეში ამას არ აქვს. რუსეთის დასმული ადამიანი. პრორუსულად გამოხატული პოლიტიკის მქონე პოლიტიკური პარტიას არ აქვს საქართველოში არანაირი პერსპექტივა. არამედ საჭირო არის მოკავშირეები, რომელთანაც თქვენ მიაღწევთ კომპრომისს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა შესაძლებელი რუსეთ საქართველოს შორის თუნდაც თეორიულად კომპრომისი. მაგალითად, სააკაშვილი და ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამტკიცებს, რომ ასეთი კომპრომისი თეორიულად შეუძლებელი არის და კონფრონტაციულ პოლიტიკას აწვევიან და ამბობენ, რომ ნუ ჯანდაბას ხო არ შევაკლოთ თავს. ჩვენ დაველოდოთ რუსეთის დაშლას, რომ მე დაველოდოთ რუსეთის დაშლას და აფხაზეთს დაახლოებით რასაც მალაშხია და სააკაშვილი იძახიან. და ჩაგეკითხები ბარემ აქვეა ბატონ კახა, რა მაინტერესებს? იმ შემთხვევაში თუ საქართველოს რაღაცას მოიფიქრებს, თქვა და ეს ქართული ღვინო ბორჯომი არ გავა, ნუ ამ რუსეთის ტერიტორიაზე. საინტერესოა როგორი იქნება რუსების რეაქცია და თქვა ეს ვარიანტი და ვერსია თუ გაქვთ განხილული მათთან ერთად. კი, ეგ არის, მაგრამ ძირითად შეკითხვაზე მინდა დავასრულო პასუხი, იმიტომ რომ საინტერესო შეკითხვა იყო. ხოლო ჩვენი კონცეფცია არის სხვაგვარი და რასაც მიგეუბნებით ეს არის, რომ არის აუცილებელი არა პრორუსული პარტიების მხარდაჭერა, არამედ აუცილებელი არის შესთავაზო ქართულ საზოგადოებას ის კონცეფცია, რომელიც საზოგადოების მისაღები იქნება. არის რაღაცა წითელი ხაზები, რომელსაც თუ კი გადალახავს ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ის ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმაციას კარგავს. მაგალითად, ვერც ერთი ქართული პოლიტიკური პარტია ვერ დაუჭერს მხარს იმას, რომ აფხაზეთი და ეგრეთ სამხრეთ ოსეთი იყოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ეს არის ჩვენი წითელი ხაზები. მათ აქვს თავიანთი წითელი ხაზები. ნატოს სამბავი. ეს არის ნატო თუ ნებისმიერი სხვა სამხედრო ბაზების განლაგება. ნუ ეხა უკვე ნატო მოიხსნა დღის წესრიგიდან ჩემს. კი, თურქეთის და ამერიკის საკითხი დგას, ეს არის მათი წითელი ხაზები. ეს ორი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი ერთმანეთთან არის თავსებადი. ანუ შეიძლება იყოს სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში ისეთი პოლიტიკური ვითარება, როდესაც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთის რეგიონში აღდგება ჩვენი იურისდიქცია, ხოლო იმავდროულად ამ რეგიონში არ იქნება განლაგებული. კახა კუკავა ლობი სამედიას, მაგრამ კახა კუკავა არ არის. შენ არ ახარ ის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი რესურსი საქართველოში, შენ არ აქვს მაღალი რეიტინგი და ასე შემდეგ. მაგრამ შენ მიხვედი ამ იდეით, ელაპარაკე, არ ვიცი ვის ელაპარაკე, ღმერთმა შეგარგოს ვისაც ელაპარაკე, არ ამგონია ონიშენკოს ამ თემაზე ელაპარაკე. მე გითხარი, ვისაც ელაპარაკე და სხვა შორის ეს შეხვედრები იყო არა მარტო ცნობილი ქართული არქივისტის მაჩვენებელი, სამთავრობო არქივი, ღია იყო პრაქტიკულად და თავიდან ბოლომდე იღებდნენ. კარგი, შენ უთხარი მათ რომ ესე არ შეიძლება დათულად მოიქცევით და ნიშნად ამ პოლიტიკის შეცვლისა ალბათ მოსთხოვე ბლოკადის მოხსნა, ასეა? დიახ, ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, საბოლოო ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არის გადაწყვეტილება და ეს ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთის სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ არის მთელი რიგი ნაბიჯები, როგორ უნდა მოხდეს აი ამ კონფრონტაციული პოლიტიკის შესრულება. და მათ თქვენს რომ დავიწყოთ ბორჯომი დღვინით და სასოფლო სამეურნეო. ეს არის პირველი ნაბიჯი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკვე წლის ბოლომდე იქნება რეალიზირებული პროექტი, რომლის შემდეგაც არის ძალიან ბევრი სხვა საკითხი, რომელიც შეიძლება, ხო, ყველას უთხრა. თავისთავად ხდება. რატო შენ კახა? აი ეგ სხვა თემა. იმიტომ რომ ეთყობა სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ასე ვთქვათ, საერთოდ არის პოლიტიკური პარტიების ერთი და უფრო დიდი ნაწილი, რომელიც საერთოდ ასე ვთქვათ ამ მიმართულებით არ მიდის და მხარს უჭერს პრინციპში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას, რასაც ქვია რუსეთთან კონფრონტაციას, ძირითადად ესეთი პარტიები არიან, ხოლო სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ეთყობა სხვა კონცეფცია შესთავაზეს და მათ ეს საკითხები არ დაუყენებიათ. მე ხა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იგივე როგორც ჩვენ თქვი, ჩემზე უფრო რეიტინგულ თუ გამოცდილ თუ უკეთესი იმიჯის მქონე პოლიტიკოსებს რომ დაეყენებინათ იგივე საკითხები, მათ უარს არ ეთყობა. შენ მათ ჭკუით აჯობე შეიძლება ითქვას, ხო?
ეხა არ ვიცი, შეფასებებს შენაკეთება აქვს, დადებითაც უარყოფა. არა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კახა კუკავა, რომელიც ბევრი ადამიანის მიერ საინტერესოა ეს რაში გაუცვალეს. ხო და თუ კახა კუკავა, ბევრი ადამიანის მიერ მიჩნეული არც თუ ისე სერიოზულ პოლიტიკოსად შეიძლება ეს. არასერიოზული არ უგულისხმია უბრალოდ. არც თუ ისე. არა, შენ ხავს რა და არაკეთილის მოსურნეები ოპოზიციაში. ხო და არც თუ ისე სერიოზულ ძლიერ მოწინამდე კახა კუკავას პარტია არა ის გამიგია ხშირად, როცა ეს კაცი ჯდება მთავარ სანიტართან, რომელმაც აკრძალა ეს ქართული პროდუქციის შეტანა და რაღაც შეთანხმებას ახდენს და აგერ ჩვენს ეთერში ამბობს, რომ ბაზარი გავხსენით და მილიონები იშოვეთო, ეს მას წონას ნამდვილად მატებს. და ეს კიდევ ერთხელ არის ჯოკერი, რომელიც მისცეს რუსებმა, მაგრამ რომელ ტუს უნდა დაარტყა ეგ ჯოკერი, ეგ კიდევ ახლა ნათიამ დასვა კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ასევე არ მინდა უპასუხოთ, რაში გაცვალეს. ჩემი აზრით ეს გაცვალეს იმაში, რომ კიდევ ერთხელ გეუბნები, არის ხედვაში სერიოზული კორექტივები. საქართველოს რაც შეიძლება არც თუ დავარქვათ ამას, რომ სააკაშვილმა კარგი საქმე გააკეთა ბოლო წლების მანძილზე, გამოჩნდა რომ აი ამ კონფრონტაციული პოლიტიკის შედეგად კი მთლიანად დამარხა საქართველოს პერსპექტივები უახლოესი წლების მანძილზე, ნატოში ინტეგრაცია იქნება ეს თუ ეკონომიკური განვითარება და ასე შემდგომ, მაგრამ ნუ არ ვიცი საკმაოდ თუ ნაკლებად თუ როგორ, მაგრამ გარკვეული უსიამოვნებები შეუქმნა რუსეთსაც. დაკავშირებული ის აქტივობები, რაც არის ჩრდილო კავკასიაში, დაკავშირებული აქტივობები ნატოსთან, სომხეთში, აზერბაიჯანში, ისეთ რომ გეტყვი რომ აღიარება ამ რესპუბლიკებისა არ არის მაინც ყველაზე კარგი ნაბიჯი რუსეთის. არა, რა თქმა უნდა, ამაზე არავინ არ დავა. სხვა რაღაცას გეუბნები მე. რატომაც აი ნათია კითხულობს, რომ რატო რუსეთის ინტერესი რა არის ამაში, რომ ეს პოლიტიკა გაატაროს. ნათია მეკითხა კონკრეტულად შენ რატომ, თორე ზოგადად. არა, ამასთან დაკავშირებით გაგეცი პასუხი, უბრალოდ მეორე ხო არ დავსვენ და ნათიამ დასვა ეს შეკითხვა, რუსეთის ინტერესი რა არის? ბევრი სვამს ამას, რომ აი რაში გიცვლიან, რა არის ამის ფასი? ამის ფასი ეს არის. ჩემი აზრით რუსეთმა გააცნობიერა, ყოველ შემთხვევაში გარკვეულმა პოლიტიკურმა წრეებმა გააცნობიერეს, რომ საქართველოს მტრული საქართველოს რუსეთისთვის არის სერიოზული პრობლემა სამხრეთ კავკასიაში. და ამის პროპაგანდას სხვათა შორის ჩვენც ვეწევით, ვიცი რომ ბევრი ეწევიან, მაგრამ რა თქმა უნდა ფაქტებით მივიდნენ აი ამ დასკვნამდე, რომ მტრულ საქართველოს რა თქმა უნდა არა განვითარების არანაირი პერსპექტივა რუსეთთან დაპირისპირებულ საქართველოს, ნუ ამაში ხმარწმენა მაქვს, რომ არანაირი განვითარების პერსპექტივა არ აქვს. არც ეკონომიკური, არც კულტურული და არც ნატოში ინტეგრაციის გამოჩნდა ეს, მაგრამ შეუძლია საკმაოდ დისონანსის და პრობლემების და დისკომფორტის შექმნა რუსეთისათვის თელ რეგიონში. ანუ არახელსაყრელია ეს. არახელსაყრელია. ჩემთვის უფრო საინტერესო თემა არის ის, რომ იგივე ინტერფაქსის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში, რომელიც ჯერ კიდევ 7 ივლისს არის გავრცელებული, საუბარია იმაზე, რომ კახა კუკავამ და ვლადიმერ ხომერიკმა დადეს პირობა, რომ ქართულ ღვინოს დააბრუნებდნენ რუსულ ბაზარზე. ვლადიმერ ხომერიკი ცნობილია, რომ ეს არის ალექსანდრე ებრალიძის ერთ-ერთი ახლო მეგობარი და მარჯვენა ხელი, ასე ვთქვათ. ანუ ხშირ შემთხვევაში იგივე ნაციონალური მოძრაობის წევრები, თქო, თქვენი ოპონენტები, სატელევიზიო არხები, ნაციონალური სატელევიზიო არხები ნუ ამას აწერე რომ აი არჩევნებისთვის გამოჩნდება ის რომ აი ებრალიძე საქართველოში ყავს საყრდენი კახა კუკავა არის თუ არა რეალურად ეს ტერმინებზე მე არ ვიდევდი საყრდენი რას ქვია და კიდე შეიძლება სხვა ტერმინები გამოიყენებოდნენ მაგრამ ის რომ ჩვენ თანამშრომლობთ ალექსანდრე ებრალიძესთან და საერთოდ ქართულ დიასპორასთან რუსეთში სხვა ქვეყნებშიც ეს არასდროს არ დაგვიმალია და ამ პროექტის უშუალოდ რაც შეეხება ექსპორტის საკითხებს ეხლა შენ იკითხე და მე დეტალებში არ გამიცია პასუხი როგორ შედგა ეს შეხვედრა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სწორედ შეასრულა ქართულმა დიასპორამ იმიტომ რომ ეს კონტაქტები ეს გავლენები რა თქმა უნდა მათ ქონდათ და არა მე და ჩვენ ეს კონტაქტები გამოვიყენეთ. ახლა საზოგადოებაზე როგორი მოქმედებს მტრის ხატად შერაცხული ებრალიძე რომელიც ეხმარება კახა კუკავას ქართული ღვინის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნებაში. გავხდებით, მაშინ უნდა ვითამაშოთ ის თამაში, რასაც ხელისუფლების სატელიტი პარტიები თამაშობენ კიდევაც, რომ იმის შიშით რომ რუსთავიორმა არ დაგვებრალ. საზოგადოებაში მე მგონი ეს კონიუნქტურა არ არსებობს, ეს არის აბსოლუტურად მოჩვენებითი კონიუნქტურა, რომელიც შექმნა სამთავრობო ტელევიზიებმა. ეხლა თავის დროზე ბადრი პატერკაციშვილის დემონიზაცია მოხდა, ამ პროვოკაციაზე წამოეგო უნდა ითქვას ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი და შემდგომი ანალიზის შედეგად ნახეთ რომ ეს იყო დიდი შეცდომა. ეხლა ებრალიძისგან შექმნია მტრის ხატ, შეიძლება ხვალ სხვისგან შექმნას, მე არ ამგონია რომ ჩვენ იმ დღის წესრიგით უნდა ვიმუშაოთ, რასაც შეგვიძლია რეალტივი და იმედი. ჩემთვის რუსეთი ეხლა არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენების აღდგენას, მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის შექმნას. მე ასე ვფიქრობ, ვიდაოთ თუ კიდე ამაზე, სხვა გაცემაში ვიყავთ რა. ხოლო დასავლური სამყარო, ჩემთვის პირადად, შალვა რამიშვილისთვის არის თავისუფლების ლიბერალური იდეების დაბადების განვითარების ჩვენ გავლენის სფეროში ვართ. შემდეგ ვაგრძელებ. მესმის რომ ჩვენ გავლენის სფეროში ვართ, ამერიკული სახელმწიფოს გავლენის სფეროში ვართ და ყველა იმ იდეალთან დაკავშირებით მეც ძალიან ბევრი შინაგანი წინააღმდეგობრივი შეკითხვა მიჩნდება. შემდეგ ვაგრძელებ.
შენ რა თქმა უნდა პირდაპირ გეტყვი რომ ასეთი საჩუქრების შემდეგ შეიძლება რუსეთის თამაში ვითამაშო ახლა მე ამას ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ეს ძალიან ვულგარული გამონათქვამი იქნება შენ იქნება პოლიტიკური ძალა რომელიც შემდეგ არჩევნებში ხარს დაუჭერს რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციას და ამომრჩევლების თვალში იქნები და ეს იქნება ალბათ შენი პიარის ნაწილი როგორც რუსეთთან კავშირების დამრეგულირებელი მაგრამ შეიძლება ამ ყველაფერმა ცუდიც მოგვიტანოს ანუ ჩვენ კვლავ აღმოჩნდეთ აი ამ ევრაზიული მონსტრის საბჭოთა კავშირის აღდგენის მოსურნის გავლენის სფეროს მე ვერანაირ ლოგიკას მაგაში ვერ ხედავ შეიძლება ახსენი ოღონ არ დაამთავრე მე მგონი ის საწყისი დებულება რაც შენ თქვი ხო არ გეწყინება რო თქვა სრული ნონსენსი არის რომელი ის რომ პროამერიკული ორიენტაცია ეს არის ლიბერალიზმის და თავისუფლების ორიენტაცია იმიტომ რომ საქართველოში ბოლო 20 წელი არის არჩევნები ყავდება თუ ადამიანის უფლებები ირღვევა მე მგონი ეს მაინც არ არის მოსკოვის ბრალი ხო რომელი ქვეყნის საშუალებას რომ არავითარ შემთხვევაში მაგრამ როდესაც ჩვენ ამბობ რომ აი რუსეთის საბჭოთა კავშირის მოდერნიზაცია არის და ნუ ამაზე არ გედავები ყოველ შემთხვევაში შეიძლება დეტალებში იყოს სხვაობა რა თქმა უნდა რუსეთი რო არ არის დემოკრატიული ქვეყანა ამაზე არავინ არ დაობს მაგრამ ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის დემოკრატიის ბასტიონი, ნუ ეს მე მგონი საქართველოში საერთოდ რაღაცა ძალიან სერიოზული ანეკდოტი არის ამაზე საუბარი, არა მარტო საქართველოს, თუ გინდა ერაყის და თუ გინდა ავღანეთის და ყველა იმ ქვეყნის მაგალითზე, სადაც ამერიკული გავლენა არის. აი საქართველოში, რომელიც არის მთლიანად, ამას არ ქვია გავლენის ზონა, შეიძლება ითქვას, რომ ჩაბარებული ვართ ამერიკული პოლიტიკის სამართავად. არა, აი მე ძალიან მაინტერესებს, რატომ არის მაშინ საქართველოში არც არჩევნები ჩატარებული დემოკრატიულად, ადამიანის უფლებების გვართ სუმძიმეს მდგომარეობა და იცი შენ ყველაფერი რაზეც უნდა ვისაუბრო. მე არ ვიზიარებ ამას. მე ვიმაჩნია რომ ყველა დიდი სახელმწიფო თუ გინდა იმპერია უწოდოთ, ეს არის დაახლოებით ყველა ერთი და იგივე საგარეო პოლიტიკას ატარებს. ზოგი მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ამიტომ ფიქრი იმაზე რომ ან ამერიკას ან რუსეთს საქართველოში კარგი უნდა, ეს სერიოზული გულუბრყვილობა არის. ორივეს აქ ჭირდება თავისი გავლენის ზონების მოპოვება, საქართველოს უნდა ამოვიდეს თავისი ინტერესებიდან და რაც შესაძლებელი იქნება პრაქტიკაში დავაბალანსოთ. ბალანსი უნდა ვახორციელოთ. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის აღდგენას და მოდერნიზაციას, მე არ მგონია ეს ფლადასე იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსეთს რო აქვს თავისი ამბიციები და ინტერესები სამხრეთ კავკასიაში ეს საიდუმლო არ არის და ჩვენ ამ ინტერესებს ისევე უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა, როგორც ამერიკის ინტერესებს. აი მაგალითად მე მოგიყვანე ერთი ყველაზე პატარა მაგალითი რადიო ეთერში როცა ვიყავით, შეიძლება ეს არ იყოს თავარი საკითხი, მაგრამ რაც შეეხება ენის დაცვას. ჩვენთვის მიუღებელი იყო, როდესაც თბილისში იყო რუსული წარწერები და 78 წელს თბილისი გამოვარდა ქუჩაში. მე მგონია, რომ ასევე მიუღებელი არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და საზოგადოებისთვისაც. მიუღებელი უნდა იყოს, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე ქართულ წარწერას თითქმის ვერ ნახავთ და ინგლისური არ არსებობს კანონი. ეს შემიძლია. ეს ამ კანონით, როდესაც ჩვენ მივმართეთ, იქ ყველა კომპანიას ნუ გვითხრეს, რომ რა პასუხსაც გავცნობენ, კარგად ხვდებით, იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკა და სახელმწიფო პოლიტიკა უბრალოდ არის ისეთი, რომ კარგად ცნობენ, რომ ისინი კანონით კი არა, სრულიად სხვა გარანტიებით არიან დაცული. ანუ აქ პრინციპებზე თუ ვისაუბრებთ და ფასეულობებზე რა ცუდია რუსეთისაგან ის არ შეიძლება კარგი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. თუ ცუდია ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა და ჩვენ ქვეყანაზე რაღაცების თავის მოხვევა საბჭოთა კავშირისგან იქნება თუ თანამედროვე რუსეთისგან არ უნდა ვთქვათ რომ ეს კარგია თუ კი გახდება დემოკრატიული ამერიკის სახელი. გახურებული არ თველი მოსავალი მოიწიეს ღვინოც არის გაქვს ინფორმაცია, ვინმე დაიწყო მოლაპარაკება ონიშეკოსთან, ონიშეკოს კაცი ხარ შენ. გვაქვს ინფორმაცია, ნუ არ ვიცი, ხა იმისი მაინც და მაინც არ მგონია რომ არაპოპულარული იყოს. რაც შეეხება ამ შესახებ ინფორმაცია გვაქვს, დიახ, ეს მოლაპარაკებები არის დაწყებული, რა თქმა უნდა ეს კომპანიებს ვერ დაგვისახელებთ. კომპანიებს რა თქმა უნდა მე ვერ დაგისახელებთ, ეს ჩვენი პრინციპი არის, რომ არც ბორჯომის შემთხვევაში ჩვენ არ დაგვისახელებია, სანამ თვითონ არ დაასახელეს თავისი თავი და ჩვენ ეს პრინციპში არ არის ჩვენი საქმე, ჩვენ კი უკეთებთ ახლა ამ პროცესს ფორსირებას, დავუშვათ კონსულტაციას უწევთ ლობირებას ეს ჩვენ ისმენებს საშუალებას. აი დავუშვათ მე არა უნდა საცხოვრობ გაიხსენა. სერიოზული ტერორი არის დაწყებული ნათე, მაგრამ ძალიან მარტივად გეტყვი რომ შეუძლებელი იქნება ამ პროცესის შეფერხება იქამდე რომ არც ერთი ბოთლი არ გავიდეს. აი დავუშვათ ხელისუფლებას რა ინტერესი ექნება რომ არ ვიცი რაღაც რაოდენობა 10000 იქნება თუ 100000 ბოთლი გავიდეს რუსეთის ბაზარზე და დანარჩენი 10 მილიონი დაბლოკოს. აქედან ხელისუფლება რა ეფექტს მიიღებს? ნულამდე ვერ დაიყვანს. არა, ვიცი ეს შეუძლებელი არის თეორია. აი დავუშვათ მე ვარ ბიზნესმენი, რომელიც გადავარდნილი ვარ საზარელ ვალებში, იმიტომ რუსეთის ბაზრის დაკარგვამ ესე დამაზარა. და უცებ მოვიკავა და მეუბნება რომ მოვაგვარე რა, ონიშეკოსთან ყველანაირი პრობლემა, მოგიგვარე ძმაო და წადიღვინო გაიტანა. ამ დროს მოდის პროკურატურა და მეუბნება რომ გაიტან და დაგიჭერ. გაიტან და დაგიჭერ, ან დაგიჭერს შვილს, ან დაგიჭერს ცოლს, ან დაგიჭერს მამას, არ გაიტანს. ხო, მაგრამ ბოღმა და ღვარძლი ხო გაუათმაგდება რა. კი.
მაგრამ მაინც ახ შეიძლება მე შეიძლება რომ გარდაიცვა რა შალო და საინტერესო დაშკამდე მივედი და კახა მოხდება ექსპორტი აუცილებლად იმიტომ რომ ელემენტი ახლა ასეთნაირად არის გეგმება ახლა ეს ოპერაცია მაგრამ ძალიან მარტივად გეტყვით რომ სხვა ქვეყანაში იყიდით ეს დისტრიბუტორი და არა კახა უკავა როგორც შეიძლება და იქიდან გაიტანს ამ პროდუქციას შეუძლებელი არის გააკეთებს კი რა თქმა უნდა შეუძლებელი არის ამის დაბლოკვა რომ მოსკოვში არ მოხდეს არც ქართული ღვინო არც ქართული კონიაკი და არც ქართული ჭაჭა მესამე ქვეყანაში ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ვერ დაასწრებს ვერავინ ამ ღვინის, კონიაკის, ვაშლის, მწვანე ლობირებენ უკვე ძალიან ბევრი კარგად ცნობილი პრასე ხელისუფლება გვარები და სააკაშვილისაც არწმუნებენ რამდენადაც შეუძლიათ რომ მათ გააკეთონ ეს საქმე და არავინ ფული მოიგონ. არა, მე არ გამეკორდება მე რუსთავი ორზე რომ ნახო რომელიმე გლეხი რომელიც იტყვის რომ მე არ წავიღებ ჩემს ღვინოს რუსეთში და აი წავიღებ თქო უკრაინაში. შორის ვერ ნახეს ბიზნესმენი ნახეს რამდენიმე კომპანიას გააკეთებინეს განცხადებოდ ნუ გლეხობასთან საქმე ცოტა უფრო რთულად აქვს იმიტომ რომ მართლა ძალიან ძიმე მდგომარეობა არის ძალიან საინტერესო ფრაზა თქო დაგაინტერესებს ხა სააკაშვილმა ჩაატარა თათბერი რომელსაც გლეხები არ ესწრებოდნენ რა თქმა უნდა მინისტრები ესწრებოდნენ ერთ-ერთ ვენახში და თქვა მე რომ აი 60 მილიონი მივიღეთო შემოსავალიო და 100,000 კაცი 100,000 ოჯახი არისო და თვითონ 5,000 ლარი მიიღო და ნუ ხა შეგიძლიათ გაყოთ ხო გაყოთ 1-0 იქ სადღაც ესე იგი მიამატა და რა გინდაო შვენი რო ცხოვრობს ეს ოჯახებიო 5,000 ხა თუ სააკაშვილი ესე ყოფს თან ისე სკოლაში რო ყოფნა ესე მიუხაზა ესე ქვეშმიწერი თუ ესე ყოფს და გონია რომ მართლა 5,000 ლარი შედის საშუალოდ ერთი კახელის ოჯახში, ნუ შეიძლება მართლა მიეჩნია ამ კაცს რომ არ გჭირდება რუსეთის ბაზარი, მაგრამ რეალურად შედის 1 ტონაზე 60 თეთრობაზე რო ენგარიშოთ 500-600 ლარი. ამას თუ გამოაკლებთ ხარჯებს, კაჭრეთ შემითხრა მაგალითად ერთ-ერთმა გლეხმა რომ 74 თუ 78 ლარი დამრჩეო წლის მანძილზე დადებითი ბალანსი. ამას დავუმატებ იმას რომ სხვა შემოსავალი ამ ადამიანებს არ აქვს. არა, ძალიან რთული იქნება ხელისუფლებისთვის დარწმუნება სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისა იმაში რომ არ უნდა გაიტანონ პროპაგანდა აქვს ხელისუფლებას. ბაზარზე ამ თემაზე შეუძლებელი არის ამ საკითხის პროპაგანდა. რაც შეეხება და ბორჯომს ხო გააქვს არა? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბორჯომს გეტყვი შალვა რაშია საქმე. 110 მილიონიდან 58 მილიონ ლიტრამდე ჩამოვიდა ექსპორტი ბორჯომის ემბარგოს შემდგომ. ანუ დათვალეთ ხა 50 მილიონ ლიტრს. გავლითაც შექონდათ. 60 არა ძალიან ცოტა რაოდენობა არის. შედის მოსკოვში, მაგრამ ეს დათვალეთ რომ ბუტლეგერობა არის და რაღაცა ნუ არ ზღირს სალაპარაკოდ ის რაოდენობა არის. 60 მილიონი ლიტრი, როდესაც არის კომპანია ბორჯომისთვის ექსპორტი. ნუ დავუშვათ ცოტა იქ ნაბეღლავიც იყო, მაგრამ 50 მილიონი ლიტრი. გადაამრავლეთ ეს 2 ან 3 და რამდენ ევროზეც გინდათ და დაიანგარიშეთ. შეიძლება თუ არა კომერციულმა კომპანიამ ამ მოგებაზე უარი თქვას იმის გამო, რასაც ეხა კახაბენდუკიძე და ვერაკობალია განცხადებებს აკეთებენ. არა, გამორიცხული. რა შეეხება იმ რისკებს, რომელიც ჩვენ თქვი რომ შვილს დაგიწერ, ბიძაშვილს და რა თქმა უნდა არის. მაგრამ არის ევროპული კაპიტალით შექმნილი კომპანიები, არის კომპანიები, რომელსაც ბოლო მოხდილი აქვს ეს სახად თუ რაღაცა. არის კიდე ის შემოვლითი გზები და საშუალებები, რომელიც გითხარით. აქ მთავარი არის, ჩემთვის მთავარი არის, ჩვენი პარტიისთვის მთავარი არის, რომ მოხდეს პირველი რამდენიმე ოპერაციის საზოგადოების ნება. ანუ საზოგადოებას თუ ექნება ეს ნება, ხო, ნუ მიხვდი მას არ შეეშინდა. არა, საზოგადოებას რა, საზოგადოება ხო შედგება იმ გლეხისგან, იმ ფირმაში დასაქმებულისგან. სწორედ მაგ ადამიანებზე ვამბობ. როცა ყველაზე მეტი ნება აქვს. ნათია, იმიტომ რომ თუ კახელი გლეხი კარგავს 1000 ლარს ან 3000 ლარს ამ ემბარგოს შედეგად წელიწადში ის კარგავს 10-ობით მილიონებს და ბაშორის სრული ნონსენსია ხა ეს არ არის გადაცემა, სადაც შეიძლება ციფრებით ბევრი ციფრებით ასე ვთქვათ манипуლირება მოვახდინონ, მაგრამ არის გადაცემები, სადაც манипуლირებას ახდენ ესე იგი. არა, ნუ ზოგი გეკითხება ამ ციფრებს ეხა თქვენ სხვა ფორმატი გაქვს და ანუ რომ მინდა გითხრა ხო ანატომიის ფორმატია ეგა. ანუ ბიზნესმენები დღეს ქართული კომპანიები სააკაშვილი რო იძახს რომ ალტერნატიული ბაზარი ნახეთ ჩინეთში, ნონსენსია 20 ტონას ვყიდით ჩინეთში 2010 წლის მონაცემით ეს ერთი რესტორნის ბრუნვა არის და რეალურად ჩვენი კომპანიები საერთოდ ღვინოს არ აწარმოებენ ეს თუ იცით. არამედ დაგროვილ 3-4 წლის მარაგებს ყიდიან, შეიძლება სპეცჩამოსხმა, სპეც რაღაცა წარმოება გააკეთონ, რომ ვიღაცას რაღაცა ჯიში გაჩერება. და მე ვიცი რომ კიდე ნედლეულიც გააქვს. არა, გაჩერებული კი გააქვს. ნედლეული, ანუ აქ არასხავ, საფრანგეთში ასხავენ და უკრაინაში და დანარჩენები, აი მარაგები უწყვიათ ძალიან დიდი რაოდენობა, როგორმე ის მოიშორონ თავიდან და აღარც ღვინო უნდათ, აღარც ყურძენი, აღარც ვენახი და აღარც ბიზნესი. ახლა ქართულთა მარშზე ბედიხარ? არ ვიცი, მე მართალი რო გითხრათ რა არის ეს ქართულთა მარში, ზოგადად არაერთხელ გითქვია რომ ნებისმიერ პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ შეუერთდებით, თუმცა ჯერჯერობით რას ტელევიზიაში მოვისმენე იქიდან გამომდინარე, არ ვიცი ეს პროტესტი არის, დემონსტრაცია არის, პარტიული ღონისძიება არის, ინტერპარტიული ღონისძიება. არა, გუბასანიძემ დააფიქსირა რომ ეს არ არის პარტიული ღონისძიება და ქართულთა მარში ამას იმიტომ ქვია რომ ნებისმიერ გუბასთან რამოდენიმე შეხვედრა ბოლო პერიოდში, ვიდრე ისინი ქართული მარშის შესახებ განცხადებას გააკეთებდნენ, ეს ინფორმაცია მე არ მემიღია რომ აპირებდნენ ისინი ასეთი ღონისძიების გაკეთებას. რა ვიცი, შეიძლება შევხვდე კიდე 27-მდე დრო არის დარჩენილი, უბრალოდ ბოლო წლების მანძილზე იმდენი წარუმატებელი
დამახასიათებელი აქცია ჩატარდა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ეგიდით და იმდენს გამოუცხადეთ სოლიდარობა, რომ რაღაცა ელემენტარულად მაინც თუ არ ვიცით რა დღის წესრიგი აქვს ამას, ეხლა კიდე ერთ წარუმატებლობასთან ასოცირება ნამდვილად არაფერს არ შეგვმართა. ალასენი ძალიან ფრთხილი იყო თავის კომენტარებში, წინახიდაშელმა საერთოდ არ გააკეთა კომენტარი და ზვიაძის გურმა ვერ დამალო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ გუბასანიკიძის პარტიის მიერ დაგეგმილ ქართულთა მარშის შესახებ შეიტყო 6-იანმა ტელევიზიიდან. რას ფიქრობ, რას უწინასწარმეტყველებ 6-იანს? არა, მე ხა 6-იანთან დაკავშირებით შენი პოლიტიკური ძალა მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას? თქო უნდა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობა პარტია თავისუფალი საქართველოს, ნუ შეიძლება ეს ბლოკი იყოს, შეიძლება ცალკე პარტია, მაგრამ რა თქმა უნდა მისთან ერთად არ ვიცი, ჯერ ძალიან ადრე არის. შეიძლება აი ეს ამბავი რუსების გადმოცემული ჯოკერი სწორედ იქ გაჭრას, იმან გაჭრას, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, შალო, არა მარტო ექსპორტის საკითხი, არამედ საერთოდ იყო ჩამოსული, თუ იცი ესეთი ექსპერტი არის ძალიან ცნობილი, ლინკოლნ მიჩელი, რომელიც არის ამერიკის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი წყარო, როცა საქართველოში არსებულ ვითარებას აფასებდნენ. შეხვდა ეს ადამიანი ხელისუფლებასაც, აი იმ პარტიებსაც, ჩვენ არ შეხვედრია. მე ერთ-ერთი ინტერვიუში და რადიო გადაცემაში გააკეთა დასკვნა, რომ პრინციპში რომ ველაპარაკეთ მაგათ საგარეო საშინაო პროგრამებს გავიცანი საარჩევნო კოდექსის გარდა ყველაფერზე ერთნაირად ფიქრობენო. ანუ რეალურად ის პოლიტიკური ეს გულწრფელად თქვა მან. საგარეო პოლიტიკა იქნება, პოლიტიკური მოწყობა იქნება, ეკონომიკური პოლიტიკა იქნება და რეალურად ის პოლიტიკური სპექტრი აქ არ არის მარტო ექსპორტზე საუბარი, რომელიც ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, თავისი იქ ოპოზიცია, ვინც ყავთ ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, არანაირ არჩევანს საზოგადოებას არ აძლევენ. აი რა შეიცვლება საზოგადოებისთვის, რომელიმე იმ პარტიის საპრეზიდენტო რესპუბლიკა შეიცვლება, არა, ყველა ამბობს რომ საპრეზიდენტო ნატოში ინტეგრაციის მისწრაფება შეიცვლება, არა, ყველა ჩვენ გვაქვს ხედვა, რომელიც ექსპორტის საკითხებში და სხვა საკითხებში საზოგადოებას თავაზობს ცვლილების შესაძლებლობას და არჩევანს. ჩვენ ვამბობთ, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა შეიცვლება, ეკონომიკის მიმართ აი ეს ულტრალიბერალური და სინამდვილეში კორუფციული მიდგომა, რომელიც ბედუგიზებ ბაზრები გაიხსნა. რუსეთის ბაზრების გაიხსნება და რუსეთთან კონფრონტაციული პოლიტიკა შეიცვლება. ამოიწურა ჩვენი დრო არ გადართოთ დარჩით მაესტროს და დიდი მადლობა დონკახა სტუდიაში სტუმრობისთვის. მე და შალვა ხვალამდე გამშვიდობებით. მაქვს იდეა გააკეთოს ჩვენიერი სარეკლამო ვიდეო, ერთხელში ბორჯომი, მეორე ხელში ქართული ღვინო კრემლის ფონზე დადგეს და კლიპების გაკეთებით შეხარ ცნობილი და შეიძლება ჩავიდეთ მოსკოვში წავიდეთ გავაკეთოთ, ხო? დიდი სიამოვნებით. კი ბატონო. ნახვამდის ხვალამდე.